მოგესალმებით დიანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა ეთერისთვის. ხო, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, უბრალოდ აქ იმაზე არ არის საუბარი სამწუხაროდ, რომ ვიღაცას დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა და უთხრა, რომ აი დღეს დილით სალომე ზურაბიშვილი ჩამოდის და კვერცხები ესროლოს. და სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს ერთგვარი ტენდენცია უკვე მანქანა ჩართულია, ხო? მათ აქვთ კი, ამ მოძალედ ჯგუფებს აქვთ სრული თავისუფლება არჩევანის იმაზე, თუ რა ინსტრუმენტების გამოყენებით, რა ფორმით, სად, რა ვითარებაში მიაყენებენ ფიზიკურ თუ სხვა ტიპის შეურაცხყოფას ოპონენტებს, ადამიანებს, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, განსხვავებულად აზროვნებენ, განსხვავებული მომავალი აქვთ საკუთარი სამშობლოსთვის წარმოდგენილი, განსხვავებული ოცნებისგან, ვლადიმერ პუტინისგან და რუსული წიაღისგან. ამიტომ ხო, ეს ძალიან მძიმე მოვლენა, გაცილებით უფრო მარტივი იქნებოდა ყველაფერი, რაღაცა ერთჯერად ქმედებასთან რო გქონდეს ერთჯერადი ქმედების შემთხვევა რო გქონდეს, როდესაც კონკრეტულად ვიღაცისთვის რაღაცას ავალებს ბიძინა ივანიშვილის შესასრულებლად. არა, ეს არის მობილიზებული, მოქმედებაში მოყვანილი ძალადობის მანქანა, რომელიც ხან სამოქალაქო აქტივისტებს ცემს ქუჩებში, აწამებს მათ რაღაცა მანქანებში, რომელიც შეკრების ადგილებზე ყავთ მოყვანილი, ხან პოლიტიკური ოპონენტების დევნით არის დაკავებული. ეს იგივე ხალხია, იგივე ბრძანების ნაწილია, რომელიც ბათუმში თავს დაესხა ზივად ქორიძეს და გიორგი კახარიას. იგივე ადამიანები არიან, რომლებიც თავს დაესხნენ გია ჯაფარიძეს საკუთარი სახლის გარაჟში. და ასე შემდეგ. სია სამწუხაროდ ძალიან გრძელია. ეს იგივე ხალხია, რომელიც ჩვენ შვილებს, მშობლებს ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ, რომ ნაყუწებად დაჭრილ ოჯახის წევრებს გაუგზავნიდნენ თუ არ შეაჩერებდნენ პროცესს, ვინც სახლის ჭიშკრებს, ოფისებს გვილამაზებდნენ თვეების განმავლობაში. ხო, ეს იგივე ხალხია, იგივე დირექტივა, იგივე მოცემულობაა, რომელთანაც გვაქვს საქმე. შეიძლება კონკრეტული პირი სხვადასხვა შემთხვევაში ეს დღის წინ კი ბატონო, სხვადასხვა იყოს, მაგრამ ეს არის ერთიანი დირექტივის ნაწილი. ხო, ამ გვარებს და სახელებს მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის, პროკურატურისთვის და სასამართლოსთვის. ხო, მაგრამ არის კი გამოძიება პროკურატურა სასამართლო ქმედითი ამ ამბებში. ქმედითი არა, ის საერთოდ არ არსებობს ამ ამბებში, პროკურატურა გამოძიება მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთები სასამართლო დაკავებული არიან იმითი გაარკვიონ სიწითლის ხარისხი დგებუაძის ლოყაზე გავარდისფრა თუ წითლისკენ იყო ეს ვარდისფერი გადახდილი, გადასული იმისათვის რომ მზე ამაღლობელის წინააღმდეგ და მისი სახით თავისუფალ აზრზე, თავისუფალ სიტყვაზე მიიტანონ შეტევა. ეს არის მათი ამოცანა და ამისთვის ძალიან და მხოლოდ ამისთვის არიან მობილიზებული. სამწუხაროდ მე არ მაქვს არავითარი მოლოდინი, ნულოვანი მოლოდინი მაქვს იმისი, რომ რომელიმე შემთხვევაზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ეს სერიალებად ვუყურებდით, ძალადობის, ცემის, წამების ჟურნალისტებზე თუ პოლიტიკოსებზე თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე გამოძიებული იქნება და სამწუხაროდ არც ეს ბოლო ორი შემთხვევა ყოფილი პრემიერის და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმის შემთხვევა რა თქმა უნდა არ იქნება გამოძიებული ამ ხელისუფლების პირობებში. კი ბატონო, თინა, პროცესს როგორ შეხედავთ? ნახეთ, რეპრესიული მანქანა, კოლოსალური ჯარიმები და ყველას მისდის ეს ჯარიმები, კანონები, დაშინების მცდელობა, კვერცხები და მუდმივი ხაზგასმა მათი მხრიდან კომენტარებში, რომ აი თქვენ რომ ჩვენ რაღაც მომხრეებს ხვდებით სადღაც, აი თქვენ რომ რაღაცნაირად იმის მცდელობა ისე პროცესის წარმოდგენის, რომ თქვენი მხრიდან რომ არის მოწოლა, ჩვენი მხრიდან არის ასეთი და იქნება ასეთი პასუხი. ანუ ხელისუფლება ახლა გადადის რაღაცნაირად პროტესტის მოგუდვის, გაწმენდის, ეს თქვა ჩახშობის რა ეტაპზე არის თქვენი დაკვირვებით მთელი ეს პროცესი? ხო, პირველ რიგში ეს ორი ამბავი არ დარდება ერთმანეთს და რა ეტაპზეა პროცესი ერთ წამში კი პასუხებთ. ეს ორი ამბავი არ დარდება ერთმანეთს, თქვენ რომ და ამიტომ ჩვენ ისინი გვთავაზობენ, კი ბატონო, ასე არ ლაპარაკობს. ხო, სახელმწიფო ესე არ ლაპარაკობს, ეს არ არის ხელისუფლების ინსტრუმენტი, რომ ანგარიშწორებით იყოს დაკავებული საკუთარ მოქალაქეებთან, რაოდენ განსხვავებული აზრის, ან მათთვის მიუღებელი საქციელისაც არ უნდა იყვნენ ეს მოქალაქეები. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იქცევა მოქალაქე,
სახელმწიფოს არ აქვს უფლება ანგარიშტორების და ამის არსებობს კანონები, სასამართლო გამოძიება, რომ თუ ვინმე კანონს დაარღვევს კანონის შესაბამისად თუ დაიმოქმედო და თუ ვინმე უბრალოდ ზრდილობის ჩარჩოებში ვერ ეტევა, ხო შეიძლება ამაზე გაბრაზდე და საჯაროდ გამოხატო შენი სიბრაზე სიტყვიერად, მაგრამ აქ მთავრდება სახელმწიფოს პასუხი. ეს ერთი. მეორე, სახელმწიფოს აქვს ბუნებრივი კანონით მინიჭებული მონოპოლია ძალაზე, ძალადობაზე, იარაღიან კაცზე. როგორც კი სახელმწიფო გადადის ანგარიშტორების რეჟიმში, ის აღარ არის დემოკრატია და ის იქცევა დიქტატურად, იმიტომ რომ შემდეგ იწყებს ამ მონოპოლიით სარგებლობას, იწყებს ამ კანონით მინიჭებული ძალის, იარაღიანი კაცის გამოყენებას მოქალაქეების წინააღმდეგ და ეს არის დიქტატურა, რამე სხვა კი არა. ამიტომ არ აქვს, ამიტომ არსებობს კანონის უზენაესობა, ამიტომ არის დემოკრატიაში უმთავრესი კანონის უზენაესობა და ამიტომ უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოს და ადამიანებს შორის ურთიერთობები მხოლოდ და მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებს, ჩარჩოებს და საზღვრებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამართლიანი სასამართლოს არსებობა, რომ როდესაც წრე იკეტება, როდესაც პოლიცია მოძალადე ხდება, როდესაც პოლიტიკოსი ანგარიშტორების რეჟიმში შედის, სამართლიანმა სასამართლომ უნდა დაგიცვას და ეს ჩაკეტილი წრე გაგარღვევინოს მოძალადე ხელისუფალთან, კონკრეტული თანამდებობის პირთან ბრძოლაში. დაგიცვას, წარმოგადგინოს, უზრუნველყოს შენი უფლებებში დაბრუნება, აღდგენა, რეაბილიტაცია. როცა ეს არ არის, ეს არის დიქტატურა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და აქეთ მიდის ქართული ოცნება. რაც შეეხება სადავართ ახლა, აი აქ ვართ ზუსტად. აქ ვართ, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა სახლობანას რო გვეთამაშებიან და თავის თავს ხან პრემიერებს ეძახიან, ხან დეპუტატებს, ხან პრეზიდენტებს და ასე შემდეგ, გადაწყვიტა, რომ აი ეს ძალაზე მონოპოლია მიმართოს ხალხის წინააღმდეგ. იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, განსხვავებულად აზროვნებენ, განსხვავებული ხედვები აქვთ საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ. და ეს ძალადობის მანქანა არის სრულფასოვნად მოყვანილი მოქმედებაში. ერთადერთი რამაკლია, რომ იარაღი აიღონ და გვესროლონ. ერთადერთი იარაღს არ გვესვრიან ქუჩაში. დანარჩენი ყველა მეთოდს, ყველა აკრძალულ მეთოდს და საშუალებას იყენებენ დასაშინებლად, გასაჩერებლად, პრევენციისთვის, რომ ხალხი აღარ გამოვიდეს ქუჩაში. ოღონდ ერთი რამე ვერ გაიგო ბიძინა ივანიშვილმა, 12 წელია ხელისუფლებაშია. და მანამდე ბევრი წელი იყო წინა ხელისუფლების სპონსორი. და წესით მანამდე, სანამ თავად მოვიდოდა ხელისუფლებაში, მანამდე 2007 წლის 7 ნოემბერს უნდა გაეგო ეს. რომ რაც უფრო მეტად ძალადობ, რაც უფრო მეტად გაქვსელობა დააშინო მოქალაქეები ამ ქვეყანაში პროტესტის გენერირებას იწვევს ეს. უფრო მეტი ადამიანი ბრაზდება და სიბრაზეს ქუჩაში გამოყავს ადამიანები და 15 თებერვალი მორიგჯერზე იყო ამისი დასტური. და ვინმეს თუ რამე ილუზია შეეპარა, რომ იმიტომ რომ ყოველ საღამოს იმდენი ადამიანი აღარ გამოდის ქუჩაში, როგორც ვთქვათ, პროტესტის პირველი ერთი თვის განმავლობაში, მე ვფიქრობ, რომ აი ეს პიკური აქციები უნდა აჩვენებდეს, რომ ეს სიბრაზე, ეს პროტესტი არსად არ წასულა. არსად არ გამქრალა, ადამიანების რაოდენობა იმატებს, იმ ადამიანების, რომლებიც გაბრაზებულები არიან, რომლებიც პროტესტში არიან, რომლებსაც ზურგიში აქციეს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლება დადგა ზურგით ხალხთან. უბრალოდ რუტინა ისე აღარ მუშაობს, გასაგებია, როდესაც როგორც ეს პირველი ერთვის განმავლობაში მუშაობდა. და მეტი არაფერი. რომ მათთვის სასარგებლოდ არაფერი არ შეცვლა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხრიდან სერიოზული საუბარი მოსახლეობასთან ახალ გზებზე პროტესტის ახალ რაზე უნდა აი რა სათხედავთ აქ სტრატეგიულად ყველაფერი სწორია ახალ ტაქტიკაზე საუბარი. კი ბატონო, აი რაღაცნაირი ჩიხია პროტესტი აი გრძელდება, ყოველდღე იკრიბება, ივანიშვილი ეს თავის რეპრესიული მანქანა უფრო და უფრო მოდის მოქმედებაში და ეს ყოველდღიურობა გრძელდება, ვიდრე რა შეიძლება იყოს რაღაცნაირად კულმინაციური მომენტი. არის უკვე დაღმასვლა, თუ ეს არის პირიქით რაღაცნაირი რაღაცა ახალის მოლოდინი, არ ვიცი, აი რა შეიძლება იყოს საწვავი პროტესტის მანქანისთვის. ივანიშვილის მანქანისთვის პროტესტია თავად საწვავი, რომლითაც ის ამ რეპრესიულ მანქანას ამუშავებს, მაგრამ პროტესტისთვის რა შეიძლება იყოს?
ხო, მისი ძალადობა არის პროტესტისთვის საწვავი ერთგვარი, მისი შეურიგებლობა ბრჭყალებში საკუთარი მოსახლეობის ნების მიმართ არის პროტესტისთვის საწვავი. ბევრი ფაქტორი შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც პროტესტს აღვივებს, კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ადამიანებს, კიდევ უფრო მეტად აბრაზებს და უფრო მეტი ადამიანი გადაყავს პროტესტის მხარეს. აი ყოველ ჯერზე, როდესაც სამსახურიდან გაათავისუფლებენ საჯარო მოხელეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხელი მოაწერა ამ ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ საკუთარ რწმენებს და სურვილებს. ეს მის მეგობარს უჩენს სურვილს, რომ გაყვეს პროტესტზე თუ პირიქით არ გაყვეს. ესეც გავითვალისწინოთ, რომ ეს დამაშინებელიც არის სხვებისთვის. ოღონდ დაშინება არ ნიშნავს შენიანობას. იმ შემთხვევაშიც კი თუ კი ვინმეს ამის გამო ეშინია, ეს არ ნიშნავს, რომ ის ქართული ოცნების მომხრე ხდება და ქართული ოცნების მიმართ მას სიმპათიები ემატება, ხომ? არა, რა თქმა უნდა, ვარიანტი ხდება პროტესტანტი, ამიტომ ვიცახი, რომ ყველა გათავისუფლებულ მოქალაქეზე ათეულობით უნდა დათვალოს, იმიტომ რომ ეს ამ ათეულებში არიან მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები, რომლებსაც უყვართ ეს ადამიანი, პატივს ცემენ, იციან მის წესიერების შესახებ, იციან მისი ღირებულებების პრინციპების შესახებ და როდესაც ესეთი ადამიანი მიუღებელი ხდება ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე ათეულ ადამიანს განაწყობს საპროტესტო ხელისუფლების მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველი მათგანი ხვალ ქუჩაში გამოვა და რუსთაველის გამზირზე დადგება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს არჩევნებზე ყოველი მათგანის ხმა დაკარგული აქვს ქართულ ოცნებას. ეს არის მთავარი ამოსაუწოთ, როცა ვამბობ, რომ ტაქტიკა შესაძლებელია ტაქტიკურად გადაეწყოს პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და ახალ ფორმებზე იფიქროს, ახალი ფორმებზე დიალოგი დაიწყოს საზოგადოებასთან, ზუსტად ამას გულისხმობ. რომ აი ეს პროტესტი, რომელიც მძაფრდება და ღვივდება, აუცილებლად უფრო ხელშესახები და დასანახი თინა, აუცილებლად ინოვაციური, უფრო შემოქმედებითი მიდგომა. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გკითხოთ, ბოლო ორ განცხადებას წავიკითხავ და ამ თემაზე შემდეგ თქვენი კომენტარი. ამერიკის სახელმწიფო დივანი მარკო რუბიო დასავლეთს, ევროკავშირს მოუწევს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა უკრაინაში ომის დარეგულირების შემთხვევაში და ზელენსკის კომენტარი წამოეწია ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ. საინტერესოა, საიდან მოდის განცდა, რომ უკრაინა ახლა დათანხმდება ულტიმატუმებს, როცა ჩვენ ყველაზე რთულ დროსაც კი არ დავთანხმდით რუსეთის ულტიმატუმებს. მინდა რიადში გამართულ აი ამ დიდი მოლაპარაკების მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო პირველი, ბუნებრივია რაღაც ტიპის ალბათ მიწისქვეშეთა თუ როგორც ქვია, არა დახურული კომუნიკაცია არსებობდა, მაგრამ პირველი ღია შეხვედრა იმ სატელეფონო ზარის შემდეგ ნახეთ დღეს, რა ტიპის მოლოდინები შეიძლება არსებობდეს, როგორ არის ამ პროცესს საქართველოს ბედი მიბმული და როიტერის გავრცელებული ინფორმაცია, ასევე ზახაროვას კომენტარი როიტერთან, რომელიც ამბობს, რომ ვითხოვთ, რომ ბუხარესტმა ნატომ რომ ბუხარესტის ჩანაწერს უგულვებელყოფს, ანუ აქ იგულისხმება საქართველოს უკრაინასთან ერთად მისი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივით. კი, ჩვენ ვიცით სამი რამე უკვე რაც ოფიციალურად დადასტურებული არის რუსეთის მხრიდან, ხო? პირველი ის, რომ უკრაინასთან მიმართებაში რაიმე ტიპის ტერიტორიული დათმობებზე ამ წუთის მდგომარეობით რუსეთი მზად არ არის, მათ ყოველ შემთხვევაში ესეთი განაცხადი აქვს გაკეთებული, იმაზე მეტ მიწას ითხოვენ, ვიდრე ამ წუთას რუსული ჩექმა დგას. ანუ ითხოვენ იმ ქალაქებსაც, რომელსაც დღეს სრულად უკრაინის არმია აკონტროლებს, ერთი, მეორე, ჩვენ ვიცით, რომ ასევე განცხადებულად და დასტურებულად, რომ რუსულმა მხარემ მოითხოვა ბალტიისპირეთიდან ამერიკის შეერთებული შტატების შეერაღებული ძალების გასვლა, შენაერთების გასვლა. მესამე, ჩვენ ვიცით, რომ ის რაც დღეს ზახაროვამ თქვა, ეს ხო არ არის, ხო ზახაროვა ხო ახმოვანებს, ეს მისი აზრები არ არის, რომ ის ითხოვს ნატოსგან ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის გაწევას, რომელშიც პირობაა დადებული საქართველოს და უკრაინისთვის გაწევრიანებაზე. როგორც ერთმა ჩავა მეგობარმა დღეს იხუმრა, დიდება პუტინს ის არის მთავარი მიზეზი, რაც შეუძლებელს გახდის რაიმე თუნდაც ოდნავ მცირედად უკრაინის სუვერენიტეტის ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის თავისუფლების საწინააღმდეგო რაიმე შეთანხმების მიღწევას. იმიტომ რომ რუსული ამბიციები, პუტინის იმპერიული ამბიციები ტრამპისთვისაც კი შესაძლოა ხშირად მოულოდნელი აღმოჩნდეს და ყველაფერი საპირწონედ იქნება ომის გაგრძელება თუ რაღაც შუალედურ გადაწყვეტილებამდე შეიძლება მივიდეს ყველა.
ჩვენ ყველას გვინდა რომ გადაწყვეტილებები დადგეს, ჩვენ ყველას გვინდა რომ უკრაინაში ბავშვები აღარ იხოცებოდნენ, უკრაინელები ყოველ დღე, ყოველ ღამე არ იძინებდნენ ბომბების წვილით და არ იღვიძებდნენ ახალი დაბომბვის მოლოდინში. ეს არის ყველას ოცნება ბოლო 3 წლის განმავლობაში. მაგრამ ასევე უკრაინელები 3 წელია იბრძვიან საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის, იმ საზღვრებისთვის, რომელშიც არსებობს უკრაინა და არსებობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამიტომ ეს ენა ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, რომელიც დღეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეხლა არ არის ის დრო, როდესაც იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, ამიტომ უნდა მოვიწონოთ და ტაში დავუკრათ. არა, მიუღებელია ყველა აბზაცი ამ განცხადებაში, არის მიუღებელი ამ განცხადებაში უკრაინის კონფლიქტზეა საუბარი, კონფლიქტი არ არის. ჩვენ სახეზე გვაქვს ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა, აქამდე ამას მოიხსენიებდნენ როგორც რუსეთის ბრუტალური აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და არაფერი არ შეცვლილა. ეს არ არის კონფლიქტი უკრაინაში, ეს არის რუსული ომი უკრაინაში, რუსეთის ბრუტალური ომი უკრაინაში. იქ წერია უკრაინის სუვერენიტეტზე, საუბარი არის უკრაინის თავისუფლებაზე, მაგრამ ამ აბზაციდან ამოვარდნილია ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არის ზუსტად თინა, როგორც მივხვდი, თქვენ ამბობთ, რომ შეთანხმება არ იქნება და ამის პუტინის მადა არის ამის რეალურად ხელშემშლელი აღმოჩნდება? ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი. კი ბატონო, შეთანხმება თუ არ იქნება აქ მშვიდობა როგორ შეიძლება უკრაინაში, როცა თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ გვინდა რომ იქ იყოს მშვიდობა და ასე შემდეგ. ანუ სხვა რა ბერკეტი რჩება მშვიდობის მისაღწევად. არსებობს ფორმა, რომელსაც ქვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რაც მაგალითად ახლა ღაზას სექტორშია, ხო, ამ წუთის მდგომარეობით, ამიტომ ბევრნაირი შეთანხმება შეიძლება იყოს. თუ საუბარია იმაზე, რომ ბოლო წერტილი უნდა დაისვას, ხო, მე სამწუხაროდ ვერ ვხედავ ამის შესაძლებლობას პუტინის რუსეთში. ამის ერთადერთი შანსი არის დანიის პრემიერ-მინისტრის მოწმები, დავესესხები, როგორც მან მიუხედავად კონფერენციას სრულიად სამართლიანად თქვა, ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა. ერთადერთი შეთანხმება არის უკრაინის გამარჯვება ამ ომში. ეს არის ერთადერთი შანსი პუტინის გასაჩერებლად. თუ პუტინი არ გააჩერა კოლექტიურმა დასავლეთმა, ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, ანუ დემოკრატიულმა ცივილიზებულმა სამყარომ, იქ წერტილი ვერ დაისმება. ეს ჩვენ ვიცით ქართველებმა ძალიან კარგად, ეს ვიცოდით ყოველთვის, ამას ვეუბნეოდით ყველას. თავარია რამდენად რეალისტური შეიძლება იყოს ეს მოქმედებაში. ჩვენ არ დაგვიჯერეს კი, ჩვენ არ დაგვიჯერეს, ახლა ვართ იქ, სადაც ვართ, დღეს ისე ვეუბნევთ თელსოფლიოს, დღეს უკვე უკრაინაც ეუბნება თელსოფლიოს, რომ ერთადერთი წერტილის დასმა ეს არის ვლადიმერ პუტინის დამარცხება, რუსეთის დამარცხება უკრაინაში და უკრაინის გამარჯვება. მაგრამ თუ საუბარი არის მშვიდობის უზრუნველყოფაზე დღეს, ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, ამისი ბევრნაირი ფორმა არსებობს, იმისათვის რომ მოლაპარაკებების აქტიური ფაზა დაიწყოს. ანუ ცეცხლი უნდა გაჩერდეს და ის მაგიდა უნდა გაჩნდეს, სადაც საუბარი იქნება უკვე შეთანხმებაზე. კი ბატონო, ამიტომ გააჩნია, რას გულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, მშვიდობა უნდა დამყარდეს. კი ბატონო, მადლობა. დაველოდოთ ამ წუთებში ზელენსკი ერდოღანთან ერთად მართავს პრესკონფერენციას, ამიტომ ყველა მხრიდან ეს თქვა ახალ-ახალი ცნობები ემატება. მადლობა თინა ხიდაშელს, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ